გიორგი გახარიას, რომელსაც ქართული ოცნების წევრები ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცველები დღეს გამოკითხავენ, ის ჩვენებას სახლში მისცემს. ყოფილი პრემიერის პარტია ასევე ოფიციალურად მიმართავს სასტუმრო შერატონს, რომ გადასცეს მათ ან გაასაჯაროვოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლებიც როგორც ირკვევა არსებობს. პარტია მიიჩნევს, რომ მის ლიდერზე ორგანიზებული თავდასხმა მოხდა. მასზე თავდასხმის შესახებ გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წევრებსაც მოუყვა, რომლებიც საქართველოში არიან ჩამოსული. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება საქმის ახალი დეტალებით. პარტიაში გვიდასტურებენ, რომ გიორგი გახარიას გამოკითხვა დღეს მოხდება, თუმცა სადარა ფორმატში ჯერჯერობით ეს არ ვიცით. როგორც ცნობილია, საზოგადოებისთვის ის საკუთარ სახლში აგრძელებს მკურნალობას, აქვს ტვინის შერყევა, ასევე ცხვირის ძვლების მოტეხილობა. შესაძლოა გამოკითხვის პროცესი შედგეს მის საცხოვრებელ სახლშიც. ეს ინფორმაცია ალბათ უახლეს მომავალში დაზუსტდება. მანამდე კი, როგორც პარტია ავრცელებს ასევე ინფორმაციას, გიორგი გახარიას სახლში იმყოფებოდნენ და შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. დღის პირველ ნახევარში იყო შეხვედრები სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ახლა კი ფორმატი შეიცვალა გიორგი გახარიას პარტიასთან შეხვედრამ და მას მიაკითხეს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაიმართა ეს შეხვედრა. ცხადია, საუბარი იყო ბათუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაზარალებულია ოპოზიციონერი ლიდერი და ასევე როგორც პარტია ამბობს, განსახილველი მთავარი თემა იყო საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები. ბრიფინგში პარტიაში გამართული ბრიფინგით ასევე ვიგებთ იმის შესახებ, რომ ისინი მოითხოვენ სასტუმრო შერატონისგან საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოხდეს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების გასაჯაროვება ან მათთვის გადაცემა. ბერდია სიჭინავამ გამართა ცოტა ხნის წინ პარტია საქართველოსთვის ოფისში ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით და ასევე ილაპარაკეს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მათ უჩენს იმის განცდას, რომ პარტია ამ საქმესთან დაკავშირებით არავის დასჯას აპირებს. ოცნება მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედია საშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია იმედი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული, ვიდეო კადრები არსებობს როგორც შიდა პერიმეტრის, ასევე გარე პერიმეტრის და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასცემენ გამოძიებას. თუმცა ჩემი ინფორმაციით ჯერჯერობით გამოძიებას განჩინებით არ მიუმართავს. სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით. გიორგი გახარიას მოხვდა საქართველოს ღალატისთვის პირველ რიგში. მოხვდა ნიშნავს იმას, რომ რაც დავინახეთ, რომ მოხვდა, ხო, რომ მოხვდა, იმიტომ დაეცა, ხო? და პირველი დაარტყა გახარიამ, რომელზეც არის სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმე რო არსებობს სახელმწიფო პოლიტიკური თანადობის პირზე თავდასხმისათვის. ამას კითხვები არა გაქვთ? ერთდღიანი ფიქრის შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა დაიწყეს თანაპარტიელების გამართლება და დაცვა ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ისმის მუქარებით გიორგი გახარიას მისამართით, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირს დაესხა თავს. საუბარია დიმიტრი სამხარაძეზე, რაც არის მძიმე დანაშაული და არ გამორიცხავენ ხელისუფლების ოპონენტები იმას, რომ პირიქით ყოფილი პრემიერის საწინააღმდეგო შეატრიალოს ბიძინა ივანიშვილმა ეს საქმე. საინტერესოა, რას მოუყვება თავად გიორგი გახარია გამომძიებლებს, როგორც გითხარით, დღეს გამოკითხავენ მას. დეტალურად გავიგებთ რა ფორმატში ეს მოხდება, ის საცხოვრებელ სახლში თუ რაიმე სხვა ადგილზე. ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობას აგრძელებს მის სახლში. ჯერჯერობით არც ის და არც მისი პარტიის წარმომადგენლები ბათუმში მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, ნახავენ რა რეაგირება იქნება და ამის შემდეგ მოყვებიან უფრო მეც.